მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო ლაბიცებს შეხვედრა და საგანგებო განცხადების გაკეთება ქვეყანაში იმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მოგახსენებთ რომ ამ წლის 25 ნოემბერს ჩვენ ჩავატარეთ აქცია გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში ორბელიანის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლესთან ერთადერთი მოთხოვნით და რომ და განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ზოგადად მართლმადიდებულ უკრაინის მართლმადიდებულ ეკლესიას მის მრევლს ის მდელსახურთ რომელზეც იქნა განხორციელებული სატანისტური ამ სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული წარმონაქმნის სახელმწიფოს წარმონაქმნის ხელისუფლებისაგან ვინაიდან ამ ხელისუფლებამ მიიღო კანონი რომელი კანონით თანახმადაც ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესია კანონგაროში დააყენა და მთლიანად რეული მდელსახურები გამოაცხადა და შერაცხა რუსეთის აგენტურად და მოღალატეებად და მათზე განახორციელა და განახორციელებს არნახულს ზეწოლას ძალადობს აი ამის გასაპროტესტებლად და ჩვენი ძმების და დების მხარდასაჭერად გავაკეთეთ ეს აქცია ზუსტად 25 ნოემბერს, როდესაც პარლამენტის გახსნა პირველი სხდომა სესია უნდა შემდგარიყო და მოგეხსენებათ რომ ამ დროს სულიად ძალიან ცოტა მცირე პატარა მანძილზე აი ეს აღვირახსნილი ეს ხროვა სხვა სიტყვებს მე ვერ დავარქმევ სატანისტებისა ირჯებოდნენ იმისთვის რომ ის უბედურება რაც ჩვენ სამეზობლოში ხდება განხორციელებდეს ჩვენთან თბილისში და საქართველოში უნდა გითხრათ რომ ეს აუცილებელი აქტი იყო და ზოგადად როდესაც ვინმეს უჭირს მოყვას სიყვარული იმისას რომ მოყვასთვის თავი უნდა დავდო ის მოვლენები რა მოვლენაა ზოგადად სოფლიოში ხდება ეს ჩვენზეც ისახება მე რომ სხვა ქვეყანაში ხდება დიახ განგაში ზარმა ჩამოყრა როდესაც ჩვენ სამეზობლოში რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიის ერთიანობაზე უკრაინაში აი ამ მცირე ნაწილში რომელსაც არანაირად არ აქვს სახელმწიფოებრიობა ეს უფლება იმიტომ რომ ეს ქვეყანა ეთნიკურად რუსებისგან არის წარმოდგენილი ამას თავი დავანებოთ ამ პოლიტიკურ ინსინუაციას ამის წიაღსვას არ ვაპირებ უბრალოდ რაც გუშინ მოხდა ფაქტი აი ეს ხროვა ეს ლიბერალურად განწყობილი ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგიით გაჟღენთილი მოწამლული ეს ადამიანებსაც ვერ დავარქვა მართლა ჯოჯოხეთის მაშხალნი და მაშხალები უკვე აქ ახორციელებენ პირდაპირ ჩვენს დედა ეკლესიაზე მის მდელსახურებზე შეტევას საუბრობ ძალიან საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი მამაოს შაულ კეკელიას მისამართი თავდასხმაზე, როდესაც ეს ადამიანი, ეს მოძღვარი თავის ტაძარში წესს ასრულებდა, მიეჭრა ეს ნაზირლების ეს ხროვა და ლანძღვა და გინება დაუწყეს. ამ დროს კარგად იცით, რომ ვიდეო რგოლები იდება ამ ხროვის მიერ, სადაც ისინი პირდაპირ აცხადებენ შემდეგს, რომ
მათი პროფესია, მომავალის პროფესია ბულდოზერებით ეკლესიის დანგრევა. და რა პერფორმანსებს აკეთებენ, სატანისტურ შაბაშებს აკეთებენ, ეს ყველა კარგად იცით. იმიტომ რომ ყველა ამ მოვლენებს თვალყურს ვადევნებთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. ეს კურს მიღმა და კურსით გავატაროთ. ეს აღმაშფოთებელი ფაქტი უკვე და ფაქტები უკვე ჩვენ წინაშე დგას. წარმოვიდგინოთ ერთი წამით უბრალოდ დაუშვათ და წარმოვიდგინოთ რომ ამ ძალამ ამ სატანისტური ბეხრეკი ვანქანის აი ამ ინსტრუმენტებმა მართლაც თავიანთ დასახურ მიზანს მიაღწია. რა მოელის ჩვენს ქვეყანას მეორე დღესვე. ეკლესიაში არათუ უბრალოდ შევარდებიან ბედერებით, არამედ პირდაპირ ცეცხლს გახსნიან, პირდაპირ გაგვისწორებენ ანგარიშს. ეს არის შეტევა ქრისტიანობაზე, ეს არის შეტევა ქართველ ერზე, ჩვენს დედა ეკლესიაზე და ამის მიყურადება არანაირად არ შეიძლება. უბრალოდ რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც თავიანთი შეხედულება აქვს, ვინაიდან არსებობს რწმენის თავისუფლება, ადამიანის უფლება და ასე შემდეგ, ეს რიტორიკა არის ყოვლად მიუღებელი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ამ ეტაპზე. ან ცხელი უნდა იყოს, კაცი ან ცივი, ნერთბილობას უფალი არავის გვაპატიებს. ახლა რა შეეხება ამ ყოვლად აღმაშფოთებელ ფაქტს მოძღვარზე ტაძარში მსახურებისას ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე იერიშის მიტანა, ლანძღვა, გინება, ფიზიკური ანგარიშის სწორების ცდელობა, ეს უკვე სისხლის სამართლის დამნაშაულია. მარტო უბრალოდ კანონით რო შევხედოთ, თუ კანონიერების თვალსაჩინო რო შევხედოთ ამ ყველაფერს. მაგრამ თუ სულიერი მოვლენით და სულიერ მოვლენასთან აქვს ჩვენ საქმე, ვინაიდან ბოლო ჟამია. ეშმაკი ცდილობს, რომ საქართველო, როგორც დედაფთიშობის ცილფედრი, მარიამთიშობის ცილფედრი ქვეყანაში თავისი ბატონობა განახორციელოს. და ბატონობას განახორციელებს ერთ შემთხვევაში თუ ჩვენ ჩამოგვიქცევს იმ საკრალურს, იმ წმენას, ჩვენ დედა ეკლესიას და ამით ჯერ სულიერად და მერე ფიზიკურად დაგვამარცხებს. ჯერ ერთი ჩვენი მთავრობის ლიბერალობა, ესე ნერთბილობა არის ნებისმიერი ქართველისთვის, ნებისმიერი კაცისთვის, ვისაც თავის სამშობლო, თავის ოჯახი აქვს როგორც სიწმინდე, თავის წმენა, ეს არის მისი ყველაფერი, ცხოვრების აზრისი. ვინაიდან ამ წმენით ჩვენ ვართ ქრისტეში ერთნი და თანაზიარი ქრისტეში. და ამ წმენას თუ წაგულიჟეს და გამოგულიჟეს ეს ქართველს, ხო, ეს უკანასკნელი. მაშინ ქართველი აღარ არაობა ის ფუნქციას ვეღარ შევასრულებს. აი ეს უნდა ჩვენ წეს და დუშმას. და ამ დროს ძალიან ლოიალობას იჩენს ქართული ხელისუფალი სახელმწიფოში. თავრობა, როდესაც ასეთ პრეცედენტს აქვს ადგილი. დღეს ერთ ეკლესიაში მივარდნენ ერთ მოძღვართან ანგარიშის სწორების სურვილით, მეორეზე და ასე დომინოს პრინციპით უნდა მოხვდეს ყველა და ჩვენ მერე თურმე უნდა ვიყოთ იმ ევროპის დარად, ევროპელების დარად, ესე იგი მორჩილ მდგომარეობაში. და ველოდოთ იმას, როდის მოვა ჩვენთან ეს უბედურება. ჩვენს ოჯახებში, ჩვენს იმ ტაძრებში, იმ ეკლესიებში, სადაც ჩვენ დავდივართ. ესე ბატონებო, მთავრობას მოუპარდოთ ამ შემთხვევაში.
ჯერჯერობით რელიგიური შუღლის ეროვნებათა შუღლის და ასე შემდეგ ჩამოგდებისთვის ჯერ კიდევ სისხლის სამართლის კოდექსში კანონი არსებობს. კიდევ გიმეორებთ, თუ სახელმწიფო ხელისუფლება ურად არიგებს ჩვენი უმრავლესობის მიერ გამოხატულ ამ არჩევნებით გამოხატულ ნებას, რომელიც ფიზიკური მხარე დღეს არჩეული პარლამენტია ქართული ოცნების სახით და ის არ დაიცავს უმრავლესობის ნებას, ქვეყანა გადაიშვება ძალიან ცუდ დინარაში, მორევში. უხსებადაც არ იმართება პროცესები. ამიტომ ამაზე უნდა იყოს რეაგირება ძალიან მეხსეულად და ძალიან კაცრად. იმიტომ რომ ყველაზე საშინელება რომ იცოდეთ, სამოქალაქო ომზე საშინელება რომ იცოდეთ ჩემო ძვირფასებო, რელიგიური ნიშნით უთანხმოება, იმიტომ რომ რელიგიური ომები უფრო ვარესია. რელიგიაზე უთანხმოების გამო, იმიტომ რომ ჩვენ რატო გვემართლებოდა მომხდური მტერი დუშმანი? ჩვენ გვიშლიდნენ ქრისტეს რწმენას და თავს გვაძალებდნენ თავისას. და სხვა სისხლი, ოკეანის სისხლია ქართულს გაბნეული ქრისტეს რწმენისთვის. ახლა რა შეიძლება ჩვენს ძვირფას მამაო შალვას მოძღვართ კეკელიეს. ჩვენი ძვირფასი ადამიანია, ქრისტეს მიერ ძმა გახლავს, ჩვენი ჩემი პირადად. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩემო ძვირფასო მეგობარო, მამაო შალვა, როდესაც თქვენ გამოსვლაში ბრძანეთ, რომ ეს არ არის ევროპა, მოგახსენებთ შემდეგს და დაასურათხატეთ 20-იანი წლები კომუნისტური პარტია, ბოლშევიკები, პირველი ბოლშევიკები, რომლებიც მართლაც ეკლესიაში არათუ ვარდებოდნენ, ამრიგად საშინელებებს ჩადიოდნენ, ანგრევდნენ მართლაც ეკლესიებს და კომუნისტური იდეოლოგია ეს იყო მართლაც სატანისტური, აი თქვენი განმოხსახედით და რაც ბრძანეთ და ამ დროს ევროპა არის თურმე სიკეთის, ქრისტიანული რწმენის ბურჯი და სვეტი. უნდა გითხრათ ჩემო კეთილებო, რომ ევროპაში ქრისტიანობა აღარ არსებობს. ევროპაში ცხოვრებმა, ეთნიკურმა ეთნოსებმა და ამ სახელმწიფოებმა, სახელმწიფოში ცხოვრებმა ადამიანებმა ქრისტეს ზურგი შეაქციეს. როდესაც ევროპაში თურმე, როდესაც არსებობს მიუხედავად მე რა სქიზმა მოხდა და რომის პაპისტური ეკლესია ცალკეა და მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან გაყოფილებული ჩვენ. როდესაც ევროპაში კანონმდებლობით არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება, არათუ კანონით არის და ის კანონი ავალდებულებს ამ ტაძრებში პროტესტანტული იქნება, კათოლიკური, ანგლიკანური და ასე შემდეგ რელიგიურ სექტებს, ქრისტიანულ სექტებს. სხვათა შორის კათოლიკების სექტანტები არიან. განტმობილებაში ყოფი ადამიანი, ერეში ყოფები, ეგრე სექტანტები არიან, ისინი ავალდებულებენ კანონით, რომ და რა დღეს რომის პაპისტური კათოლიკური ეკლესიის არაერთი ტაძარში ჯვარი დაუწერიათ. და ეს კარგად იცით და ჩვენ კარგად გვიცით. და ამ დროს არსებობენ ადამიანები ჩვენ სინამდვილეში, რომელიც ალბათ ძალიან კარგად არიან განათლებული და კარგი განათლება აქვთ მიღებული ღვთისმეტყველების საკითხებში, კარგი მოძღვრები არიან ამ გულისხმობ მამაო შალვას. მაგრამ ვერ ერკვევა ვერანაირად იმათ ცხოვრების წესში, რაც
პოლიტიკაში იმ ცხოვრების წესი და ცხოვრობს დღევანდელი ევროპა. ჩვენ უნდა უთხრათ ამ მეგობრებს, რომ კარგად გადახედონ, ჩახედონ, მეტი ცოდნა მიიღონ ინფორმაციის პრობლემა, ინფორმაციის მიღების პრობლემა აღარ არსებობს დღეს. ვინც არ იცის იმას გასაგონად ვიტყვი, რაოდენ ათეისტი არ უნდა იყოს, კაცი. ავიღოთ მაგალითისთვის ევროპის ერთ-ერთი წარჩინებული ქვეყანა სახელმწიფო გერმანია, რომელიც ევროკავშირის პირველი გამწევი ძალა ლოკომოტივია საფრანგეთთან ერთად. მაგრამ პირველი გერმანია. გერმანიაში პროტესტანტული ეკლესიასთან ერთად კათოლიკური ტაძრები არიან, კათოლიკური მრევლი არიან, მაგრამ გეტყვით რომ მიტოვებულია ეს ტაძრები და ამ ტაძრებში ამ ათეისტებმა, ამ სოდომური იდეოლოგიის ლიბერალურ ფაშისტის მატარებელმა ადამიანებმა მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან და კარგად აცნობიერებენ, რომ ევროპაში გერმანელი ქრისტიანი იყო მუდამ, ეს ადამიანები მიდიან და თავიანთ ტაძრებში და თავიანთ ტაძრებს აქცევენ ლუთხარებად და საროსკიპო სტრიპტიზ ბარებად. მე უბრალოდ შევკითხოს, ეცე რაც არ უნდა შენ ათეისტი იყო, ბოლო-ბოლო შენ წინაპარს ეცი პატივი. მაგრამ ჩვენმა მამაო, ამ შემთხვევაში შალომ, არ იცის რომ გერმანიაში უგვარი წესია უკვე. დედასთან რომ და მშობელთან შვილი რომ მივიდეს, თუ არ დაურეკა, ის არ მიიღებს და თუ მივიდა ისე დასვავს. წინკარში, სანამ ის სადილს არ მიირთმევს. წინაპარს ეძახის უკვე დედას და მამას. სოდომური კანონი მიღებული აქვს არა უბრალოდ სახელმწიფოს, არამედ ეკლესიას აძლევს და ეკლესია არის მათი ჩვეულებრივი, აი ამ თავის იდეოლოგიის გატარების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. მარტივად ეშმაკი ბობოქრობს ევროპაში. რადგან ფაქტი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაცვის. კიდევ შემდგომი ფაქტი, ჩემო ზვირფასო მეგობრებო. ქრისტიანს არ აქვს მნიშვნელობა პროტესტანტი იქნება თუ კათოლიკი, იმიტომ რომ ეს მიმართულებებია მარტო იქ. თუმცა მართლმადიდებლებიც არიან. როდესაც საუბრობ გერმანიაში, დემონსტრატიულად ტაძრთან პირჯვარი რო გადაიწეროს, პოლიციამ შენიშნოს მივა და დააჯარიმებს. თუ სამსახურში ჯვარით გამოუჩნდა მანდილოსანს ან ბატონს დააჯარიმებენ. როდესაც იგივე გერმანიაში ეგრეთ წოდებულ მიგრანტებს დღეში მე მაჰმადიანობასთან და მაჰმადიანობის წმენის მატარებელ ადამიანთან არავით არის პრობლემა არ მაქვს და პირიქით ყველას წმენას და მით უმეტეს მე ქართველი ვარ ყველას პატივს აი უბრალოდ ვერ საუბრობ იქ კონტრასტებზე შემოკეთილებო ქრისტიანს უბრძალავენ და პირჯვრის გადაწერას და ამის გულისთვის აჯარიმებენ და იქვე როდესაც ნამაზის დრო მოვა, ლოცვის დრო მოვა, ქუჩაში ხალიჩას გახსნის და ილოცებს. იმათთვის შეიძლება გერმანელისთვის არ შეიძლება გერმანიაში. რომ გამოხატო და რომ არსებობს ეგეთი კანონში ესეთი დეფინიცია, რომ არსებობს წმენის თავისუფლება. აი ეს არის ევროპა. მე იგივე ევროპა, იგივე ამ შემთხვევაში გერმანია. როდესაც ჩობელი გააპროტესტებს, რომ არ შეიძლება ბავშვი და არ შეიძლება პირველ კლასელს სექსუალური განათლება მიეცეს, ამის გულისთვის ამ შობელს ჩამოერთვა სამსახური შეიძლება კი არა და აუცილებლად წაერთმება ბავშვი და იუვენალური საკანონი იმუშავებს, წაიყვანეს სხვაგან და ზუსტად ამის გული ამისეთი შობლის გულის გასაკეთად მიაბარებენ გასაზრდელად სოდომურ წყვილს. ახლა რაც შეეხება კომუნისტურ იდეოლოგიას, თავად შემოკეთილებ.
მორწმუნებრიული და ასევე მოზღები, რომლებსაც ხართ რა ქრისტეს ჯურის საკითხების გარდა თითქოს არ გაინტერესებდა ცხოვრება, თურმე მარტო ქრისტეა. თავარია ცხოვრება, რა თქმა უნდა, ქრისტესია და გადარჩენა ხსნა არის ქრისტეში და ჩვენ წმენდაში. მაგრამ არსებობს განსხვავებული იდეოლოგიები. და ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ თქვა. თვით კარლ მარქსი, ვინც ეს იდეოლოგია, ამ იდეოლოგიის შემოქმედია, გახდა სიონისტი ეთნიკურად არა გერმანელი, სხვათა შორის, იუდეური წარმოშობის პიროვნება კაცი, დიდად განათლებული, ერუდირებული, იურიდიული დამთავრებული, ჰქონდა იურიდიული დამთავრება, იურიდიული განათლების მქონე, ეთნიკურად გითხარით იუდეული, გერმანიაში ცხოვრები, გერმანულ საუნივერსიტეტო წლებში მშობლებიდან, დედის მხრიდან, მამის მხრიდან რაბინები იყვნენ მისი წინაპრები. რაბინები. მაგრამ როდესაც ეს იდეოლოგია შექმნა, ის ამ სიტყვას კომუნა თარგმანში ლათინური სიტყვა ნიშნავს თემს. და პირველი ქრისტიანები, ჩემო კეთილებო, მოიცოდეთ. ქრისტიანები, რომლებსაც იმ დროს პირველ საუკუნეში, როცა მაცხოვარი მოღვაწეობდა, მერე მოციქულები და მისი მოწაფეები და ასე შემდეგ, მათ ეძახდნენ ნუზარებელებს და სექტანტებად ითვლებოდნენ. იუდაისტური წმენის, იუდაური სარწმუნოების ერთ-ერთ სექტად იქნებოდა მიჩნეული. ეს ადამიანები ქრისტეს წმენაში მყოფები, ჩვენი მაცხოვრის სწავლებით ადამიანები ერთად ცხოვრობდნენ და თემური ცხოვრება ჰქონდათ და იმ ცნებებს ახორციელებდნენ, როგორც ჩვენმა მაცხოვრებმა დაგვიგვინა. აი ეს სიტყვა კომუნა აიღეს და ეს უკანასკნელი, რასაც ჩვენი მაცხოვრის სამართლიანობის თემები გამოიხენა უბრალოდ კარლ მარქსმა. და ეს როგორც სამშვენისა სხვების მოსახიბლად ჩამოაყალიბა თავისი დოქტრინები. თუმცა კაცი ჭამიური. მას ამ დიდი რევოლუციის, ვითომ დიდი მქონანი ყოფილიყო უპოვარების, გაჭირვებულების პროლეტარია ნიშნავს უქონელს, ამათ დასაცავად ეს იდეოლოგია ჩამოაყალიბა, გამოკნა ხო გითხარით ქრისტეს სწავლებისგან აიღო ისაც მას ჭირდებოდა, ეშმაკის ჩამონებით უნდა გითხრათ, კი ბატონო. და ესეთი ლოზუნგი იყო, რომ პროლეტარებო ყველა ქვეყნის შეერთით დაამხეთ მთავრობები, დაამხეთ მდიდრები, უარი თქვით თქვენ ღმერთზე, იმიტომ რომ თქვენი ღმერთი არის თქვენთვის მონობის ბორკილების დამდები და განთავისუფლდით. უნდა გითხრათ, რომ კარლ მარქსი ამ საქმეში რუსს როგორც ეთნოს ვერ იტანდა. ვინაიდან ამ საქმეში რუსიერი მისთვის იყო მიუღებელი მოწინააღმდეგე, რომელსაც შეეძლო ამ გზაზე გადაღობებოდა ამ სიონისტების უმთავრეს მიზნის მიღწევის გზაზე გადაღებოდა ეს ეთნოსი, რასაც სლავიანი რუსი ჰქვია. ამიტომ მთელი შური და ბალღამი იყო რუსის წინააღმდეგ, პირდაპირ კარლ მარქსის მიერ მის გონებაში წამოსული. არც ენგელსი აკლდებდა ფრიდრიხ ენგელსი ამ კუთხით საქმეს. ასევე მათი შეგვირდი, მათი მოწაფე ვლადიმერ ილიასზე ლენინი გამოირჩეოდა რუსთმოყვარეობით, რუსმოძივლეობით კი ბატონო. აი ამ პერიოდში, ამ პერიპეტიებში უნდა ვკითხოთ, რომ აი ჩვენ ძალიან კარგად ავართ შემსწრებელი, პირველი ბოლშევიკები, რომელებსაც ძალიან გვანა ჩვენი ეს ნეობოლშევიკები, ეს პატარა გოგობიჭები. ვითი არიან ესენი მოწამლულები? ამ იდეოლოგიით, ტროცკიზმით, სატანისტური აი ამ იდეით, რომ მოკლავ დედას, მოკლავ მამას, თუ რევოლუცია მოითხოვს ამას, დავანგრევ ეკლესიას, ჩამოვაქცევ ჩვენს წმენას და გავთავისუფლდები
მონური ბორკოლისაგან, რომელიც ღმერთმა ჩვენმა მაცხოვარმა თურმე მათის ავადმყოფ გონებაში დაბადებული სიტყვით დაგვატო. დაგვრუსვა. აი ეს პერიპეტიები ბევრს არის. ეთქობა რომ ამ შემთხვევაში ასეთ ძვირფას განათლებულ აი ეს სფეროში ხო ჩვენს მეგობრებსაც. არ ესმით და არ იციან რა ხდება ევროპაში და ვინაიდან ეს გადმოგდებულია ეს როგორც სიტყვია კამანდივით ევროპა თურმე სიგეთის დოვლათის ბედნიერების მონტანი ამას თურმე იმეორებს ჩვენი ძვირფასი მეგობრები და ძალიან ბევრიც. რა ჩვენ მეგობრებს უნდა გავახსენო ერთი ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტი. სულ უახლოეს წარსულიდან და ჩვენ უახლოეს გუშინდელი გუშინწილდელ დღეს. თან რომელიც ყველას კარგად გვახსოვს. ჩვენს ისა ეკლესიაში, ჩვენ სინოდში ადრეს ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით სამი დაჯგუფებაა, ესე ვთქვათ. ერთი პროევროპული, პროამერიკული და პრორუსული. ყველაზე საოცრად თავს იჩენდა თავისი უგვარი აქტიურობით პროამერიკული და პროევროპული ფრთა. რადგან ღირს სწორედაც მეუფე პეტრეს ჭყონდიდელი ეპისკოპოსის აი ეს რბილად რო ვთქვათ ქრისტეს მერის ღალატი და ღალატი ჩვენი არა მარტო ქრისტეს მერის ქართველების და იმ ეპისკოპოსების რომელიც დღესაც არიან დღეს სინოდში არიან წარმოდგენილები რომლებთაც მიშა სააკაშვილის დღემდე სურათი უკიდიათ მაცხოვრის მაგივრად გადახსენეთ ჩემო კარგო მეგობარო და მეგობრებო რომ როდესაც თავისი საშინელი საქციელის და განცხადებების შემდეგ როგორღაც იქნა და კრების გადაწყვეტილებით ეს ადამიანის იქნა განკვეთილი ეკლესიიდან ჩამოერთვა ეს ეპისკოპოსის სახელით გამოსვლის უფლება, ემსახურება შეუჩერდა. მოგეხსენებათ მის ადგილას სინოდის გადაწყვეტილებით გამწესდა მეუფე სტეფანე და ჩავიდა თავის საეპარქიებში. და როგორ მიუწვივდა სხვათა შორის მისი მომხრე პეტრე ცავას მომხრე მიმათ უკვე დემსახურებს ვერ ვამბობ უბრალოდ კაბა სასულიერო კაბა ანაფორა ჯოხა ეცვათ შემოსულები იყვნენ ასე და როგორ ააყენეს ეს კადრები საინფორმაციო გამოშვებებმა ყველა ტელევიზიისგან გადასცა და მე იქით მივუნები უბრალოდ იმის გადაღებულს არა და როგორ მიუხვდნენ ჩვენს მეუფეს სტეფანს და როგორ ააყენეს კედელთან. ეს მარტო ერისკაცებში არ ხდება. რაც ერის ბერი ჩემო კარგო. მეს არ მიგვს. უბრალოდ ამ ბოლო ჟამს მე ჩემთვის გასაკვირი არაფერი არ. უბრალოდ გასაკვირი შეიძლება სხვას უნდა უკვირდეს და ალბათ უკვირს რომ ერთის ერთში ესეთი მდგომარეობა მეორეს ესეთი პრობლემა თავად ჩვენს წიაღშია ეს ბავშვები ეს პატარა ახალგაზრდები ასაკით პატარები ხო ჩვენ ოჯახებში იზრდება ესე იგი სათანადოდ ვერ უშოვ ჩვენი მოზგი რატო გინდათ მართალი გითხრათ რატო? იმიტომ რომ არ იცი ბატონო შენ ჩემო ზვირფასო მეგობარო რომ თურმე ევროპა არ არის და ეგ არ უნდა გეთქვა რომ ევროპულობა კარგია. თუ ევროპაში თურმე კარგად
ჩახვალ კარგი ცხოვრების დონეა და ეს არ არის ცხოვრება. ქრისტიანობა რას გავალებს? კომფორტია ქრისტეს წმენის მატარებელი ადამიანისთვის სიცოცხლე? თუ თავდადება თავგაწიროა უმთავრესი. მაგრამ როდესაც შენ კომპრომისზე წახვედი, არ გაიგე თურმე იქ რა ცხოვრების წესია. მე კომპრომისზე წახვედი, იმიტომ რომ შენს მრევლს, ჩემო ძვირფასო, თურმე კომფორტი უნდა და ქრისტეს წმენა უბრალოდ მიღბათ აქვს აფარებული. და ამას შენ ხელი გადაუსვი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ასე შემდეგ. ის ხო წახალისე. ხო წახალისებელი ხარ ჩემო კეთილო შენ. ეს ახალისეთ თქვენ სწორედაც ჩვენი მტრის დაუძინებელი მტრის კაცობრიობის მტრის ჩვენს სულებში შემოსვლას ეკლესია ურუხევია და მარადიული ჭეჭეჭედისანი ვერ შემოსავენ მას მაგრამ გაგახსენე ჩემო კეთილებო და ვისაც სემინარი და აკადემია დამთავრებული და მე მგონი ასეთები ყველა ბრძანდებით ბოლოშავისთვის და არა მარტო გამოცხადებას შეწერია ეკლესიების მიმართვა არამედ თვითონ მაცხოვარიც აქვს კანონიკურ სახარებებში შემდეგ სიტყვებს სახარებიდან მაცხოვრის მიერ გაცხადებს ვაი თქვენ და ჯურის მოძღვარნო რამე თუ დახშავთ სასუფეველის კარები არც თავად შეხვედით და სხვასაც არ დაანებეთ შიგშესვლის უფლება თავად შვიდი ეკლესიას რომ მიმართავს ის ეკლესიის ადრესატები ჩვენ არ ვართ ჩვენი დედა ეკლესია არ არის და ჩვენ უხინჯონი ვარ შემოკარგებო მაგის ხმა გიდათ მე ჩემთვაში ძალიან ვერ ხინჯვდება და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ როგორც თქვენგანს მიწევს ჩემთავზე მუშაობა როგორც მარტო ეს შესაძლებელი არ წმენით და დღის გამოღებით იმიტომ რომ ხენ აყოფით იცნობა ჩემოკარგებო ხე რომელიც კეთი ნაყოფს არ გამოიღებს ის უნდა მოიჭრას ეს არის მაცხოვრის ნათქვამი სიტყვა როდესაც ვიღაც ამ შემთხვევაში ძალიან კომპეტენტური პიროვნება და მორწმუნე მრევლისთვის მოძღვარი არის ძალიან კომპეტენტური ის ვალდებული ხარ ნებისმიერი მოძღვარი რომ პოლიტიკაში ცერკვეობდა იმ იდეოლოგიებში ცერკვეობდა რამე თუ არ დაგეფანტო შენ ცხვარი ვინაიდან შენ წყენსი ხარ და წყენს უნდა შენის სათქოს ეს მაცხოვარმა გითხრა შენის ვალდებულება შენით მიიღე და როდესაც ამას არ ასრულებ აი ესეთ შედეგებს ღებულობთ მარტივად ევროპა არის სოდომური ევროპა არის უკვე ეშმაკის საფარი ვინაიდან ის კანონმდებლობითაც ეკლესიურადაც მოკლედ არანაირი ჯერ ერთი ჩვენ ევქარისტიული კავშირი დანარჩენებთან არ აქვს არა მართლმადიდებლური მიმდინარეობებთან ამ ერესში მყოფ სექტანტებთან და არსებობს ევროპული მიმართულების ჩვენის ევანგელიის გაყოფილება რომლებიც უშუალოდ ვალდებულები არიან იქ ევროპაში ჩავიდნენ ჩვენს მორწმუნე დებთან და ძმებთან და იქ გაწიონ მუშაობა მაგრამ იქ ჩასულები არიან სწორედაც რომლებიც ზუსტად იმათ პროპაგანდას და ამას ჩვენ თვალწინ ხედავთ რა დღეს კიდე გითხარით მე უკვე სტეფანაზე მიტანილი იერიში კრამდაპრინციპი დაკაპიცებულები რა ქვია კუნთმაღალი სპეცრაზმელებივით რომ მიეჭრენ მეუფეს და არა ერთი შემთხვევებია ეგეთი კიდევ მიზეზი ისევ ჩვენთაში უნდა დავიწყოთ უნდა შევიარაღდეთ ყველა და დავგმოთ ყოველდღიური გადახვევა
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ. რა გვინდა? ვიღაცას ესე იგი, ვიღაცას აფრთხობს ის, რომ ვინმე მაბრალად არ დაგდოს, რომ რუსულ ნარატივს ატარებ. შემოკარგებო, თელმა კოლექტიურმა დასავლეთმა გამოაცხადა, რომ ჩვენ სამეზობლოში აიღეთ ამის დადასტური მაგალითი აგერ, არგუმენტი აგერ. ჩვენ თვალწინდებს. თვალებს გასვიბრმავთ, რომ ვინაიდან ხარ მართლმადიდებელი, შენ ხარ რუსი და რუსის აგენტი. და იმ იდეოლოგიით არის ეს გაშენებული. ჩვენ სამეზობლოში ამ ყოველნაირი გაუგებრობის შედეგად სახელმწიფო წარმონაქმნა სუბიექტმა უკრაინა რო ქვია რუსულ აგენტად გამოაცხადა მართლმადიდებლური ეკლესია. ეს იგივეა რომ კახეთში მომხდარიყო რაღაცა ბატონო და კახეთის ეპისკოპოსებს გამოეთქება მოეთხოვათ. უნდა გითხრათ ახლა ისტორიაც კიდევ რა, ვინც ბევრმა ეთქობა არ იცით რა, შემოკარგებო და იძულებული ვარ. ისტორიული ექსკურსი. ჩვენ ყავდა 3 კათოლიკოსიც. ქართულ ისტორიაში 3 კათოლიკოსიც დედათიანეთის, რომელიც იყო უხუცესი ყველაზე და ამ დროს იყო ჩვენ დედა ეკლესიის მამამთავარი პატრიარქი. იყო ქუთათელგაენათელი კათოლიკოსი, იყო ტრაპაზეთის კათოლიკოსი. თავის დროზე, როდესაც ჰერეთ-კახეთის სამეფო არსებობდა, იქაც თავისი კათოლიკოსი ყავდა. დაგატიონები მოხდა ჰერეთ-კახეთში. ეს დავით აღმაშენებელს. კათოლიკოსი. დიახ, და კათოლიკოსს მოესურვებინა, რომ თურმე ემიჯნება რა მართლმადიდებლურ ქართულ ეკლესიას, რომელიც ერთი არის სხეულია ქრისტესი, ემიჯნება და უნდა მოეთხოვა რა ქვიან თომასი და მე აღიარება ავტოკეფალიის. ესეთი მარაზმი არ მოხდა მადლობა. ესეთი ცდილობები არ ყოფილა. ჩვენი წრეებისგან ბიზანტიის იმპერიისგან და ბიზანტიის მართლმადიდებლური ეკლესიისგან ყოველთვის იყო დასავლეთ საქართველოს ამ კუთხით აი ამ ფორმით საგრიჯვის ცდილობები. და ბიზანტიამ რაც მოიმკო ჩვენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბიზანტიისა კარგად იცით. კონსტანტინოპოლს ქვია დღეს სტამბული. როცა მისმა იმპერატორმა მოაწერა უნიაზე ხელი 1453 წელს, მეორე დღეს დაეცა კონსტანტინოპოლი და დღეს არის სტამბული. ოსმალეთის ხოთქრის საუფლო გახდა. რა დღეშია დღეს მართლმადიდებლური ეკლესია საბერძნეთში ძალიან კარგად იცით თქვენ მოძღვრება. და ჩვენმა მეუბნა ის ამ საკუთრით ძალიან დაინტერესებული. მარტინ მამროვლებად საპატრიარქოებად რო არის 7 თუ 12 თვით პატრიარქი და ადგილობრივი კიდე იერარქები სასულიერო თვითმარქვია. ჯერ ერთი ამ თემასთან მიმართებაში მე ვფიქრობ თქვენ ყველას სასულიერობით გმართეთ საპატრიარქოში მისულ სინოდისთან ერთად ადგილობრივი, როგორც ითქვა, პომისტრი დიდი საეკლესიო კრების ჩატარება. აი ეს საკითხები, რომელიც მე დავაყენე და რომელიც მარტო მე კი არ უნდა დავაყენე უბრალოდ. მე ვალდებული ვარ, სხვანაირად არ შემიძლია, იმიტომ რომ ჩვენი ყოფნა აკופნის საკითხი წყდება ჯერ პირველ რიგში სულში. და სულის ძველი აი ჩვენი ეკლესია, ჩვენი აი ეს ამიტომ საეკლესიო კრება უნდა ჩატარდეს. ამ თემებთან დაკავშირებით. რო ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ ქრისტეს წმენაში ვინ ვართ? რა არის ეს ქრისტეს წმენაში ყოფნა? ევროპელობა? კავკასიელობა? თუ უბრალოდ ქართველობა? რა იგულისხმება ყოველდღიურ ჩამონათვალში? ამ სიტყვა ტერმინში. რა იდეოლოგია? და
და მიხედვით უნდა იქნეს წარმართული ჩვენს დედა ეკლესიის მიერ თავის წიაღში შესაბამისი განათლების მიცემა. აგვიანებულია შედევრი. რევოლუციონერები მოდიან, დედასაც მოკლავენ, მამასაც და ეკლესიას ისევ დაანგრევენ. ჩვენ აღარ ვიქნებით. ой, ეს არ გვეხება თურმე მაცხოვარმა იუდაელ მღვდელმთავრებზე თქვა. მაიცა იუდეველებზე თქვა? მარტო? იუდეველებზე თქვა და ჩვენ არ გვეხება მისი ყოველი ნათქვამისი თქვა? მარტო მუშტიკრივზე უნდა გადავიდეთ? მოძღვარი თუ ებრეული, ერისკაცი? არა ერთას ცოდვა მხედრისა, ცოდვა მღვდლისა, ეპისკოპოსისა და მრევლისა. მონამან, რომელმაც არ განიზამთროს ნებისმიერ პატრონს ეიგულოს პლიად. ეს სიტყვა კარგად გესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა. კიდევ და კიდევ გიმეორებთ, ჩემო კეთილები. ეს არათუ აღშფოთებას იწვევს ჩვენს. ეს არის კატასტროფა. ვერც თოფდას არ ბაზარით, ვერც ატომური იარაღით, ბომბით, რომლის გამოყენების შემთხვევაში არ უბრალოდ საქართველოს, არა მთელი დედამიწა შეიძლება დაიღუპოს და მაგის შესაძლებლობა არსებობს. მაგისაც არ უნდა შეგვეშინდეს. შიში ზუსტად არა უნდა გქონდეს ქრისტიან კაცს. და ეს ნათქვამი შიში ღვთისა ის იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვეშინდეს, რომ ჩვენ არ შევდრკეთ ამ წმენაში. ვინაიდან წმენაში ბოლო ჟამისთვის შევდრკავი წმენა გატეხილი კაცი დასაბუთად არის განცდები. კიდევ იმეორე, ბოლო ჟამისთვის გამაფრდა მეორე ქრისტეს დიდებით მოსვლაზე რომ საუბრობდი გადაგებდა ამ 2000 წლის მანძილზე დედა ეკლესია. ნიშნებით უნდა შეგვეცნო და არა კაცი უნდა მოვიდო. ერთხელ მოვიდა უკვე მხოლოდ ჩობილი წე და ჯვარსაც ვარ დედამისეულმა მარტივად კაცმა. მეორე ხორცელად არ მიყვა. მაგრამ როდესაც მას სახელებიდან კითხულობ და სახელებიდან მოგახსენეთ. მარტო მე ვიცი და თქვენ არ იცით, მაგრამ თქვენ უმალავთ მრევლს. თქვენ სამწუხაროდ უმალავთ, იძულებული ვარ კიდევ გავიმეორო. როგორ იქნებაო ეგ უკანასკნელი და ნიშნებით უნდა შეიცნო. შენ ამის ამოცნობა შეგიძლია და რა ნიშნებიაო და თქვა ამბობს თავად მაცხოვარი. მისი ბაგეთაგან არის გაცხადებული ეს სიტყვები და მე სახარებაშია ეს ასახული. კანონიკურ სახარებაში აღარ ვაგობ აპოკრიფზე. უთავის ზნეობრივი სვეტების შერყება. ვორკე ამასთან მიმართებაში ამბობს, ვითაც ნოეს წინა დღეებშიო. ამაკაც დედაკაც დააშინე. ესე იგი, ვითაც ნოეს წინა დღეებში გაიბრუნა და გადახსენა და იმიტომ უვლენა მერთმა წარკვნა. შემდგომ, ესე იგი, ზნეობრივი სვეტების მორბება. ეკოლოგიური, ესე იგი, მიწისძვრები ადგილ-ადგილ. შემდგომ, ჟამიანობა, სოციალური და პოლიტიკური აშლილობები. აი ყევები, ომები, ესე ამბობს, ადგილ-ადგილ ომები, მიწისძვრები, ჟამიანობა და აი ეს უკანასკნელი, რასაც ქვია ზნეობრივი სვეტების მორბება. ზნეობრიობის ჩამოყრობა. აი ეს არის ნიშანი. რომელი ნიშანი არ არის გაცხადებული. გადავწყვეტ ჩვენ სამეზობლოში, სადარბზუნო არის ზონა. აგერ არის უკანა ცივი აზია. ისრაელს რეები აქვს დაწყებული. თქვენ ფიქრობთ, ჩვენ ეს დედამიწა ძალიან ისედაც უკვე პატარა ბურთი. აქვეა ისრაელი. აქვეა ერაყი. ჩვენ სამეზობლოში ჩილოეთში აგერ არის, ჩილოეთში იქაც ომია. ევროპაში რეები ხდება. გამოსვლები, არეულობები. ევროპა ელოდება ისევ იმას, რომ ერთიანი კოლექტივი შეუპიროს რუსეთს და რუსეთი დაამარცხოს. ერთხელ რომ შეუპირეს. პირველი მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს.
ხომ მესამე მსოფლიო ეს არის ჰიბრიდული ომები. ყველა კონტინენტი არ დაშე სადაც პატარ-პატარა კონფლიქტები არ არის სამხედრო. ფიქსიონები ესე თქვა. ჰიბრიდული ომები. და ამ დროს ეს ჩვენ არაფერს კენ არ უნდა მიგვანიშნებდეს და ესე სირაქლებას პოზიციაში ვიყოთ და გადარჩებით. იმიტომ რომ გულხურვალეთ ვლოცულობთ ტაძარში, ყველაზე დიდ კელექტრებს დავიჭერთ და ბოლომდე ფეხზე ვიდგებით ლიტურგიას დავესწრებით. ეგ არის? ო, გარეგანი იწმენა? შინაგანს რა უყავით, ბატონო? რატო არ სარგებლობთ მაცხოვრის შეგონებით? რატო არ უნდა ვისარგებლოთ მაცხოვრის? თუ გვინდა ხსნა და გადარჩენა, ქრისტეში ყოფნა. ხელაყობით იცნობა. იტაცნიდა გამოხვალ კაცი და თურმე ყველაფერი შესაძლებელია. მოსულა. იმიტომ რომ კომფორტია ევროპაში. კომფორტია ამერიკაში. მეცად. ამერიკული დაჯგუფება სინოდის რო ჩადის კაპიტოლიუმი რო ქვია ესეთ შენობას ვაშინგტონში. არ იცით რომ ეს სატანისტების ტაძარია ის მარტო პოლიტიკური შენობა კი არა. სატანისტების სახლოვეთია იქ. კაპიტოლიუმში რო შედიხართ. კი პოლიტიკური ვიდეო ინსტრუმენტი. იქ რო სატანისტების სურათებია გამოსახული, ის არ იცით? თვითონ დაგიქნევს და იქ გავარდებით ჩემო კარგებო. იქო ეგაო და ტრადიციის ისეთები არ არიანო, ვესაუბრებიან პატივსაცემად. მესამე. შაჰ-აბასი პირველიც, მეორეც, ისი რა კარგად ესაუბრებოდა და გავესაუბრებოდა ჩვენ ქრისტიანებს, ქრისტეზე, წმენაზე. მონღოლიც ასე. სხვაც და სხვაც. ასე რომ ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი წდება და სულიერად. ხიზლად იყავ და ეს არის მოწოდება მაცხოვრის. ვისაც ყური აქვს, სმენად ისმენს. აი ეს არის ჩვენ მივართ მოწოდება. და ჩვენ თუ ერთნი არ ვიქენით, მარტო რიტუალი, გარეგანი მორწმუნეობა, აი ამ შედეგამდე მოგვიყვანა და მისი იქით უკვე სიკვდილი იქნება, ჯერ სულიერი და მერე ფიზიკურიც. არც ერთი რიტუალი არ გაუწევია მაცხოვრებს. და არც ოჯახში დაბადება. თქვენ გეშინებათ ჩემო მეგობრებო. მღვდელმსახურის ოჯახში დაიბადა იოანე ნათლისმცემელი. ზაქარიას ოჯახში დაიბადა. იოანე ნათლისმცემელი. ჩვენი მაცხოვარი არ დაბადებულა მღვდელმსახურის ოჯახში. ერთი რიტუალი იუდეური არ შეუსრულებია, არც მას და არც მის მოციქულებს. თუ არა და დოკუმენტი დაგეთ. დადეთ დოკუმენტი. ვერ დაგდეთ. აქედან გამომდინარე, ამის შემდეგ კიდევ გვექნება თქვენთან მომართვა და იმედია და იმედს ვიტოვებთ, რომ ყურად ვიღებთ ჩვენ ქრისტეს მართლაც მოწოდებას. ვის უხმობს ზარი, ის გვიხმობს ჩვენ ნებისმიერს. ის ქრისტეში ყოფობას სულ ირჩევს. მადლობა ჩემო ზურბასერო, რომ მისმენთ მომიტევებს ჩემი ემოციური გამოსვლისთვის, მაგრამ ქვეყნის, ჩვენი წმენის, ჩვენი დედა ეკლესიის ყოფნა არ ყოფნა დგას. და ამ დროს მიყურადება არ შეიძლება. კიდე შევხვდებით.